წარმოიდგინე, გაჩნდა დასახლება, სადაც შემოვიდა სრულიად უცხო, ჩვენს კულტურასთან არათუ უცხო, შეუთავსებელი სხვა სამყაროდან დიდი ნაკადი ადამიანების და დასახლდა. თან ნახე, შენ სწორად გავუსვი ხაზი, რომ სიმდიდრე არის მაპროვოცირებელი ამბიციების. და გამოთქმა არსებობს, რომ მადა ჭამაში მოდისო და რა თქმა უნდა, რაღაცა ერთი ტერიტორია იყიდა და იქ დასახლება გაიშენა. ის კულტურა მერე თუ ამის საშუალება აქვს და აქვს საშუალება, მიდრეკილია გაფართოებისკენ. ეგრეა, ხო? დასახლდა სიტყვაზე 30000 იყიდა რაღაც პირობითად, მაგრამ 10 ჰექტარი, ხო? სიტყვაზე ვამბობ, თორე აქ ბევრად ტერიტორიაზე საუბარი. დასახლდა. დემოგრაფიულად მრავლდება, ფული აქვს, რა მოხდება? მარტივი რაღაცა გაფართოვდება. თუ არის რაღაცა ქალაქი, სადაც 30000 ადამიანი ცხოვრობს, 5 წელიწადში გახდება 40, 10 წელიწადში გახდება 50000. ისტორიისთვის არც 10 და არც 20 წელი არაფერი არ არის და ყველა მოვესწრებით მაგას. და განსაკუთრებით ეხა ვისაც შვილები ხავთ, პატარები, 5 წლის, 10 წლის ბავშვები, ჩვენი ხნისები რო იქნებიან, თუ ეს არ შევაჩერეთ, ხალხო საქართველოში იქნება დაახლოებით რუსთავის ხელა, ბათუმის ხელა, ქუთაისის ხელა არაბული ქალაქები.